თუ არა ოპოზიციური პარტიის ლიდერები სახელმწიფო გადატრიალებას მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ნაციონალური მოძრაობის წევრები დაკითხვაზე არ მიდიან და გამომძიებლებს პარტიის ოფისში იბარებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამისი უწყებები პოლიტიკოსებთან გუშინ მიიტანა, თუმცა დოკუმენტი არც ერთმა მათგანმა არ ჩაიბარა. აცხადებენ, რომ პროცესი ხელისუფლების მიერ არის მართული და არც გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებენ. მასალაში საუბარია საკმაოდ მძიმე შეთქმულებაზე, რომლის მიზანიც არეულობის გზით ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლაა. ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ვიარო სუსის დერეფნებში იმ უწყებაში, რომელიც ბოლომდე სახელგატეხილია. ირმა ნადირაშვილის მსგავსად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებიც არ აპირებენ. მათ დაკითხვაზე მისვლის უწყება გუშინ მიუტანეს, თუმცა დოკუმენტი არც ერთმა მათგანმა არ ჩაიბარა. ეს არჩევნების მოგება იქნება წარმოუდგენელი და ბიძინა ივანიშვილი უნდა შეეგუოს, რომ 8-ში ის გადავა ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს ფალსიფიკაციას უწოდებენ. პარტიის ლიდერები ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილთან მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია არასოდეს ყოფილა და მასალა თავიდან ბოლომდე დამონტაჟებულია. სხვადასხვა ადგილზე სუსის მიერ მოპოვებული ჩანაწერების შეერთება არის. გავრცელებული მასალის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. თავად სააკაშვილი სიტყვა რევოლუციურს განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევს და ამბობს, რომ იგი რევოლუციურ რეფორმებს გულისხმობდა. თუ კი რამე რევოლუციური უნდა მოხდეს საქართველოს, ეს იქნება არჩევნების შემდეგ, ეს იქნება რევოლუციური გაუმჯობესება სოციალური სტანდარტების და ხალხის ცხოვრების დონეს. ეს იქნება რევოლუციური სასამართლო რეფორმა. ეს იქნება რევოლუციური გაადვილება ბიზნესისთვის საქმიანობას. მასალის ავთენტურობის დადგენას ითხოვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი. აცხადებს, რომ თუ კი დადგინდება საუბრის ნამდვილობა, შემდეგ აუცილებელია გაირკვეს როგორ მოხდა მისი მოპოვება და შემდგომ გასაჯაროება. გამოძიებამ შინაარსის პარალელურად ასევე უნდა იმსჯელოს აუცილებლად ავთენტურობაზე და ჩანაწერის მოპოვების წყაროზე. მართლ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ოდესის გუბერნატორი ქართულ პოლიტიკაში დესტაბილიზაციის სცენარის განვითარებას სერიოზულად გეგმავდა. ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების გარანტიას დებს და ნებისმიერი დაძაბულობის მცდელობა სადანადო პასუხი გაეცემა. ნაცმოძრაობა გუშინა დღეს აკეთებს აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებს. ისინი აჭრილები არიან და მათი პოზიცია გასაგებია. ისინი არიან ძიმე მდგომარეობაში, აგებენ არჩევნებს, ვერ აწყობენ რევოლუციას და არ იციან რა გააკეთონ. ფაქტზე გამოძიება დაიწყო მთავარმა პროკურატურამაც უწყებამ შესაბამის ქვეყნებში უკვე გაგზავნა მოთხოვნა სამართლებრივ პროცედურებში დახმარების თხოვნის თაობაზე. მთავარი პროკურატურა უკვე მუშაობს სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობაზე, რომელიც გაიგზავნება შესაბამის ქვეყნებში. ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამხედრო ღონისძიებები, თუ საიდან, როგორ და ვის მიერ მოხდა ხსენებული მასალის მოპოვება და შემდგომში ვიდეო პორტალ YouTube-ზე განთავსება. აუდიო ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ ციკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ. ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.